დღევანდელი ეპიზოდიც თბილისში იქნება. ცირატო თქვი წინა თელავში იყო. მოკლედ თბილისში ვრჩებით და გადავწყვიტეთ ცეხში მოვსულიყავით, ოღონდ ისე მსუყედ და გავსინჯოთ ცეხის კერძები. სხვა დროს კი ვყოფილ ვარ ცეხში, მაგრამ ძირითადად ხან ვახო კანდელაკს მოვაკითხეთ, ხან ლუკანაჭყებია ჩავწერეთ, მაგრამ სამზარეულო არ გადაგვიღია და არ მოგატყუებთ გასინჯული არ მაქვს მეთქი, მაქვს გემრიელია, მაგრამ თქვენს გაჩვენებთ და ერთად გავსინჯავთ კიდე რაღაცებს. კიდევ გარეთაც არის ამბავი, შუა ცეცხლი მზადდება აქ. ვახო კანდელაკმა რაღაცები უნდა შეწვას, თვითონ გვეტყვის რა უნდა შეწვას. მოკლედ, კარგი ჭამას მაგველოდებ. წამო მოდი მივიდეთ და ჩავწეროთ თუ გინდა ბარემ. აქვე ვახო. გამარჯობა ვახო როგორ. არა ტელევიზორი არ არის, YouTube-ია. დიახ. კარგად ჩენ? ცეცხლს ამზადებ? ცეცხლს ამზადებ. ვისთვის ამზადებ? ოლიგარქებისთვის. ცეცხლი ოლიგარქია. მოდი, აქედან უნდა ქნა მაგნიტი. ой ხა ვაყევი რისთვის ამზადებ ამ ცეცხლს? რისთვის ვამზადებ და ესე იგი ცოტა სარესტორნო ინდუსტრია გამოფხიზლების პირას დადგა. ხო. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პროტესტი რაც ძვინვარებს სოლიდარები გავხდით და ჩვენი როგორც ყველა შეგნებული მოსახლე ჩვენც ვაპროტესტებდით უამრავ რამეს, მათ შორის დაკავებულებს, მათ შორის ახალარჩევებს და აქედან გამომდინარე სარესტორნო ბიზნესი მოდუნდა. ზოგიერთი სარესტორნო ბიზნესი, ესეც უნდა აღვნიშნოთ. ანუ მოდუნდა და თან გაუჭირდა და თან გააპროტესტეს და თან ძირითადად ჩვენი მაგრამ რა ვქნათ მუშაობა? კი ბატონო, აუცილებელია და თან ჩვენი ძირითადი მომხმარებელი არ მოყვარს ეს იყო. ძირითადი ჩვენი სტუმარი არის ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დგას აქციას. აქედან გამომდინარე, არ იყო ის აქტივობა, რაც საჭირო უნდა ყოფილიყო სარესტორნო ბიზნესისთვის და ეხა ნელ-ნელა ამოვიქოქეთ, როგორც ითქვის ხოლმე და ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი გავანებივროთ სხვადასხვა საინტერესო დღით და პარასკევის შაბათი დავნერგეთ ტერასის დღეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი აშენებული ტერასა ხელდახელ, რომელიც მე და ლუკამ და ჩვენმა პარტნიორებმა და თანამშრომლებმა ხელით ავაშერეთ, დავაგეთხელით. ესეც თქვენი გაკეთებულია. ეს კი, ეს სვარკას რა ქვია ქართულად, სვარკით. მაღალი ტემპერატურის წვის და შედუღების აპარატი. ანუ შედუღების აპარატი. შედუღების აპარატი. კი ბატონო, შედუღების აპარატით წარმოდგენილია ლუკანაჭყებია ნომინაციაში საუკეთესო გრილი. შემდუღებელი. კი ბატონო და მე წარდგენილი ვიყავი ნომინაციაში სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე საუკეთესო დეკის ანუ ხის დამგები. ჰოტდოგების დღე გააქვთ? კი ბატონო, ჰაიდოგების და ბურგერების დღე. ანუ შეგვიძლია თქვათ, რომ დღეს გვაქვს ტიპიური ამერიკული დღე. ამერიკული დღე ცეხში. ერთი რაღაცის თქმა მინდა გამომწერებისთვის. პირველ რიგში, ვინც გვიყურებთ და გამოწერილი არ გაქვთ არხი, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ და მეორე, ახლა თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ კადრს მიღმა ლაშა უკვე შეექცევა ლუდს. ასე რომ, არც მშიერი ყოფს ხოლმე და არც მწყურვარი. და ასევე მოუწოდებთ ლაშას გულშემატკივრებს, რომ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ ნომერზე. არა, ლაშას დამესიჯება და დარეკოთ subscribe-ი, ასე რომ და სხვათა შორის ლაშას ძალიან უყვარს ლუდი და ლუდის კომპანიებს მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ ლაშა ყოველთვის გემრიელ ლუდს მიირთმევდეს და აქ ამონათდეს ხოლმე თქვენი, ასე ვთქვათ, კომპანიის ესა რა ქვია, ლოგოტიპი. სპონსორი. გემა. ცეხში რომ შემოდიხარ, პირველი გამოცდილება არის მენიუსი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის კითხვაც ისეა, მოთხრობასავით კითხულობ მთელ მენიუს. მაგალითად ნახე, წნილი ნარჩევი, ცეხში ნაწარმოები, ხან როგორი.
ანუ ეს რას ნიშნავს, ხან კარგია, ხან ცუდი? არა. ჩვენთან ყველაფერი ძალიან კარგია. ხან როგორი ხარისხზე კი არ არის აქცენტი. ანუ თვითონ პროდუქტს, რა პროდუქტსაც კარგს ვიშოვნით, იმას ასე ვთქვათ, ვაფერმენტირებთ. თუ კარგი კიტრია, კიტრი შედის, თუ კარგი ნიორი ვიშოვნეთ, მაგალითად გვიანდელ შემოდგომისთვის უკვე გვაქვს ხოლმე ნიურის მჟავე, ეს კაი, კიდე ერთი. შრომოთ წარვა. ბადრიჯნის აჩმა უცომო სულგუნით. ცივი არა, უბრალოდ ცხელებში არ დაგვეტია კომენტარით. მერე ოსტრი ამოვიღეთ მენიუდან, მაგრამ მაინც შემოიპარა. კატლეტი და პიურე დაბრუნდა გიხაროდენ. ლობიო ამოლესილი შოთით. ეს ის ვარიანტია, შოთის პური შიგნით როა ჩათუშული და ესე მე ერთობი ამ მენიუს კითხვით და ვერ ხვდები რა შევუყვეთო. რას გაგვასინჯებ დღეს? ახალი მენიუდან გაგასინჯებთ რაღაცებს ლუკას შემოქმედებიდან ნატიფი თითუჩებით მომზადებული მამუკას მიერ. როგორ? ნახე როგორ არის ლუკას მიერ შექმნილი მენიუ, რომელიც ნატიფი თითებით მამუკასგან არის მომზადებული. მამუკას თითების ახლო კადრები და სამზარე. თათუჩები გადამიღე მამუკას. ნატიფი აქვს თუ არა შევაფასო. ეს არის სუკი. ხო, სუკი. კარგი. კიდე ძალიან საინტერესოა, რომელიც ბოლოს ამოიკითხე ბადრიჯნის აჩმა, რომელშიც ცომი საერთოდ არ არის. ეგ გასინჯული არ მაქვს. კარგი, ბადრიჯნის აჩმა უნდა გასინჯო, მაშინ და უნდა გასინჯო ახალი კიდე აჩმა. ორი აჩმა. ხო, აჩმა ძალიან მიყვარს. ხო, ტიპიური აჩმა არ არის და შენ თვითონაც მიხვდები, რომ რაღაცა სხვასთან გაქვს საქმე. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი мотиваცია და ასე ვთქვათ ამბიცია არის რომ ვითამაშოთ მენიუდან გამომდინარე კერძებს. ტიპიური კერძები შეიძლება ყველგან იყოს, ტიპიური გემოები შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ ამოკითხული მენიუდან თანხwebdriverში რამდენად არის იმ კერძთან, რომელიც მე საბოლოოდ მაგიდასთან მოდის, ეს არის მთავარი ინტრიგა. ხო, ანუ გვარი რაღაც ესტაფეტა. რო უკვე მოკლედ მთლად არიცი, თუ უკვე გასინჯული არ გაქვს, რა სახით მოვა რა მოვა. ლობიანი გავსინჯეთ ადრე, მე მგონი აღარ არის ოღონდ მენიუში, თუ არის ესე. დავაბრუნეთ ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე. ხო, შეგიძლიათ ნახოთ აი წინა ეპიზოდში, ძალიან საინტერესო გადმოტრიალებული ცომი იყო, აი მოხარშულ ცომში. ხო ეგეთი? ბანებს ეძახიან, ლობიოს ბანი გვაქვს, ასე ვთქვათ, ლობიანის ბანი. ესეთი ცხარე ზეთი მოყვებოდა ძალიან გემრიელი. ეხლა აღარ გავსინჯოთ, მაგრამ თუ მოხოთ შეგიძლიათ გასინჯოთ. ექსპერიმენტები ყოველთვის მნიშვნელოვანია, დავამატეთ კიდე კვარამკვარი იგივე კვარაბია იგივე როგორც ხორცის. ხორცის შესუნანებული ხორცით, ეგეც საინტერესო ვერსია. მთავარი კიდევ ვიმეორებ, რომ არის გართობა, ანუ მკვება არის ნაწილი გართობის. და მთავარი мотиваცია ჩვენთვის, რომ მომხმარებელი, რომელიც ბრუნდება, მან უნდა მოითხოვოს ამოღებული კერძების მენიუდან. ხო, და არის ხოლმე. ამოიკითხე ხო შენ, აი დავაბრუნეთ ოსტრე, იმიტომ რომ რაღაცა ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე დავაბრუნეთ. მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მაინც ცეხში არის მჟავე. მჟავე? ხო. კი. წნილები, რომელიც მართლა განსაკუთრებული გემო აქვს. განსხვავებულია, ყიდვით ხო ვერ იყიდი და სხვა რესტორანშიც ეგეთი არაფერი გამისინჯებს. კი ბატონო, ეხლა მე და ლუკა სხვათა შორის სამომავლო გეგმებზე დამისვავდი შეკითხვა საერთოდ მოგვიანებით. მაგრამ ახლა არის ამის მომენტი და დრო რო. არის შენი და ლუკა ნაჭყებია სამომავლო გეგმები. სამომავლო გეგმებში შედის მე და ლუკა ნაჭყებიასი, რომ გავაკეთოთ ზუსტად ის მოწონებული რეცეპტები, რომელიც არის კონსერვაციას ექვემდებარება, აი ეს კერძები. კონსერვაციას ექვემდებარება რას? ანუ რომელიც მაგალითად კონსერვი შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ, ანუ დაახლოება დროებითი პროცესის შეჩერება და აი მსგავსი რაღაცები შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ერთ-ერთი არის მჟაველობა და ჩვენ გეგმებში შედის რომ ცეხის ასე ვთქვათ, ნახევარ ფაბრიკატები გავაკეთოთ, რომელიც უკვე შენ შეგიძლია სახლის პირობებშიც უკვე გამოიძახო სხვადასხვა საშუალებით და კონდეს უკვე სახში. ეს იქნება მჟაველობა, ეს იქნება კომპოტები, ეს იქნება გახსოვს პირველ დღეს
მე მგონი გახსნილიც არ იყო სატესტო რეჟიმში მუშაობდით და ლაშა კითხულობდა ეს გამატანეთ მაყიდინეთო. კი. აი ზუსტად ლაშას იდეა რომ გააჟღერა იქ რომ გამატანეთ მონდომებამ გამოიღო ასე ვთქვათ პირველი ნიშნები კი ბატონო იყვავილა და ცოტა ხანში გვექნება გამარჯვება დგენაცვალე სასიამოვნოა კიდევ ერთხელ რომ გვესტუმრეთ ცეხში. მაგიდა გექნება დაჯავშლილი თქვენ კი ხო? კი ხო? კარგით. იშეპირდა. არ ვიცი ვიღაცები აქ ხო იცი რომ პირდებიან საზოგადოებას რაღაცა მე ფაქტი და ეღარ დაჯდები, მაგრამ აქ ისეთ სიტუაცია დადგომაც შეიძლება. სანამ სამზარეულოში გადავალთ, რა მინდა იცი კიდე, თუ ვინა კადრება დაიღე, ვახოს კაბინეტი. აუ მე მაგ ერთოთახიანი ხრუშოვის კაბინეტი. კაბინეტი აქვს აქ. მე ხო დიდი წარბები მაგ ხრუშოვის და აქედან გამომდინარე. რომ მოვედით გადასაღებად, რომ ვეძებდით კაბინეტში ჩავიხედეთ. კიდე გავიდეთ ადექი და წავიდეთ კაბინეტში ჩემთან. წამონ, გადავიდეთ. ჩემთან კაბინეტში ვინმე ხო არა. მართლა კაბინეტად მოაწყვე თუ მერე გახდა შენი კაბინეტის ფუნქცია. ანუ თელ სამეგრობლოში გავაქცელე ინფორმაცია რომ ჭირდება მეთქი ჩეხურ ავეჯს ეძახიან ხელ ჭიქები ხო გახსოვს ნატალი მალენკოვი. აი ეგეთ ამბავში არის ჩეხური ავეჯი ეხ არის ყველაზე ტრენდული. ეს არის 70-იანი წლებიდან 80-იან წლამდე აი რასაც ეძახიან კლასიკურ ჩეხურ ავეჯს. ხო, საბჭოთა ესთეტიკა. ხო, აი ნახე, რო შეხედო ხა აი ამ სკამს. აი ამ სკამს რო შეხედო, მის ფორმებს, მის ვიზუალს, ხო, ძალიან თანამედროვეა მაინც. ხო. ხო და თანამედროვე არქიტექტურაში და დიზაინში და სიდა დიზაინში ძალიან ხშირად გამოიყენებენ ხოლმე. მოდი დავწერე. კაბინეტში არის თარაზო. კი ბატონო. კალმები. ეს რეკლამაში არ ჩაგვეთვალოთ ნინი გამომართვი რეკლამა მაინც ხო იცი დაფარე ლოგო დაფარე არა ხო იცი ეგ YouTube-ზე ვარ რეკლამა და არ არის რეკლამა ლუდი ხო გიყვარს და აქედან გამომდინარე ლაშა კიდე ერთი ჩემი საყვარელი პურებია ნაანი ხო აცხობენ ნაანს აი ნახე არ გაინტერესებს როგორი უინტერესად ჩამოყალიბდი ლაშა ამბობდოს რა ვსყვებოდი ჩემო ძვირფასო ანა და ლაშა ეს ადამიანი ერთ დღეს მოვიდნენ და თქვა რომ მე მივდივარო რა. უნდა გავიზარდეო დიდ ავიაციაში უნდა გადავიდეო და გავიდა ერთი კვირა. ავიაციაში ანუ პროფესიით არა, ავიატორი არ არის. არა. დიდ ავიაციაში ქართულ ფილმში მიმინაში რა დიდ ავიაციაში. ალეგორია იყო. ხო და მე მივდივარო ჩემი თავი უნდაო ვიპოვნოო და გავიდა ერთი კვირა იარა და უკან დაბრუნდა და ეგეთ ადამიანებს უდიდეს პატივს წე. უკან რო დაგიბრუნდათ? რა თქმა უნდა, ანუ მიხვდა რომ სადაც მივიდა, იქ მისი ადგილი არ იყო და სადაც მისი ადგილი იყო, ანუ უძღები შვილი დაბრუნდა სივრცეში. ანუ მიხვდი ხო, ეხა გაუხსენა. აი პირდაპირ კადრში გაუხსენა ეგ რო წავ. ეს არის ჩვენი ნაანის პურენი. რომელსაც აფთოსნებს ნიკოლოს. ნიკოლოს. გიშდები ამ პურებზე ხანდახან ცარიელს ჭამ ხოლმე და მარტო ამითიც დანაყდება კაცი. კარაქი და ნიორი ესმევა ამ ნაანის გემრიელ პურებს. გვაქვს ცომიანი აჩმის соуსი, რომელსაც ვაკეთებთ ახლა ღუმელში ვაცხობთ. ცოტა ხანში გაგასინჯებთ მაგასაც. ბადრიჯნის? არა. ეს არის ცომიანი, აი მეორე დავამატეთ რაღაცეები, ანუ თითქოს აჩმას გავს, მაგრამ თან არ გავს და აი ძალიან სახლური არომატები აქვს და გემოები არა. აი ცომში გვაქვს გადახოვული რულეტის მსგავსად ვაკეთებთ, რულეტს ვაკეთებთ, რაშიც დავამატეთ პიტნა, პომიდორი, სულგუნი იმერული და იმას ვაცხობთ და მიყვება პომიდრის соуსი. პომიდრის და ნაღების, რომელიც აი ვახოს მაგალითად ყველაზე მეტად ეს მოსწონს ეს соуსი, აი შეიძლება გავსინჯა? კი ბატონო, მეცა. ეხლა შეიძლება ცოტა გემოზე იყოს დასასმელი, მაგრამ ანუ კიდე დასასმელი. კი. აი უკვე ერთიანობაში რო გამოვა. მერე უკვე არა, გემრიელია. აი ერთიანობაში მერე უკვე უფრო კარგად აღიქვამთ რა. ასევე გავაკეთებთ ღორის სუპს, რომელიც არის მომზადებული
ვოკში გავაკეთებთ ამ ყველაფერს, ვოკში გავაცხელებთ соуსთან ერთად. კარტოფილი გვაქვს გამომწვარი, რომელსაც გავაცხელებთ გრილზე უშუალოდ და ის შებოლილი არომატი ნაკვერცხალი ექნება ზემოდან და ის ეფექტი და მთელი გემოები უკვე ერთად მოდის. ანუ ბევრ კეთს გავსინჯავ შებოლილი არომატი. ვოკში აი ზუსტად მაგიტო ვამზადებთ, რომ აი ეს ცეცხლის არომატები, რაც უნდა გქონდეს, რეალურად აი მანდ მოაქვს რა და ძალიან სწორი არის. აი, დავიწყოთ ახლა რაღაცებს გაკეთება. არ მოგაცდეთ რა. ოკეი. პირველ რიგში დავაგდებ კარტოფილს. კარგად გაცხელდეს. და ყრით ღორის სუკს. ღორის სუკი გვაქვს გახავერდოვნებული უკვე. გახავერდოვნებული ნიშნავს იმას, რომ ნახევრად მოყვანილია, მაგრამ ამავდროულად დამარინადებულია, რომელიც აი ოსტრიც მსგავსი გვაქვს, რომელიც ძალიან არომატიულია და ნაზი არის. აი ხორცი როგორც ასეთ ღეჭვადი აღარ არის რა. უკვე არომატები მოდის. და აი ეს არომატები, რასაც ვიძახით, აი ეს ცეცხლი გვაძლევს უკვე აი იმ შებოლილ არომატს და უკვე ძალიან პიკანტურ გემოს რაც აძლევს. ცალკე ნაკვერცხალი, ანუ ეს იდება თებშზე და აი ეს არომატი მოაქვს უკვე რა. ესაც გახურდება. ესაც თითქმის მზად გვაქვს. კარტოფილი ასევე მზად გვაქვს თითქმის და უკვე მალევე ავაწყობ და დავასერვირებ. აგიხს ნახო ეს რა არის? ბადრიჯნის საჭმელი, ძალიან მიდი. პური არ უთხარი? არა. ამის ყველაზე მთავარი ამბავია რომ პური. ნუცა, ბუხანკა რომ მოგვიტანო დაჭრილი. ბუხანკა. მიდი ანა. შენ ამას შეძლებ ანა. მაგარია. ძალიან მაგარია ვახო. აი ხა პური. ფანტასტიკა. მაგრამ ნახე რა ქენი. სულტახელი მაგ. აი აქ ეს პური ახლა ჩააწე და დატოვე. არა, ერთიც არის. ერთიც არის დატოვე, აი და ჩატოვე რა, იყოს რა. არც იფიქრო ამ პურზე, ანა ახლა. დავივიწყე. ჩავდე და დავივიწყე. კი ბატონო, წარსულს ჩააბარე. მეორე ახლა იქით ჩადევი. ის მხარე ლაშას დაუტოვოთ რაღაც წმინდა დაუტოვოთ, ნახე. აი ეგრე. ნახე, შეხედე. ახლოდან მინდა ახლა ეს. ნახე. აი. აი ხა ეგრევე დისლოკაციის ადგილზე დააბრუნე. და მართლა ძალიან გამრიელია ეს ბადრიჯანი. აქამდე როგორ არ მქონდა გასინჯული? ეს პატრიჯანი არ მქონდა გასინჯული შენ? ანკაი ამას დაგიჭრი ახლა მეში. ძალიან გამრიელია, ლაშა უნდა გაგასინჯო პროცესში ვარ. აჰა. მართლა ზღაპროა. ეს აიღე ხა კარტოფილა. მოდი, მოიწე. აბა მინდი. პირს ვერ ჩა. მომეცი კამერა მე და თქვენ მიირთვით. მოდი გამონაკლისი გავაკეთებ. არა, შენ რატო არ? არა, მე იმაშიც რა მწერია არხის description-ში, აღწერილობაში, რომ 20,000 გამომწერზე მე ლაშაც დაიწყებს კამერის წინ ჭამას მე. რამდენზე კამერა. რამდენზე ვარ? ჯერ 6,000 რაღაცაზე. და გამოიწერეთ არხი, რომ ლაშას ჭამა არ გაინტერესებთ ხალხო? ჩემზე ურო გემრიელად ჭამ. აი ეს პური აიღე ხო დავიწყებული ქონდა და გაგახსენე. გემრიელია ხო ერთი წუთით ეს. ჯერ ის არ დაგემთავრებია, ხო? აუ, ეგ რა არის ეგ მეორე აჩმა. ეს არის ცომიანი აჩმა. გემრიელესი ეს უკეთ იცი რა მომწონს? ხორცი რო დნება პირში. ხო, ეს სუკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში, როდესაც სუკად იბადები. უნდა დაჩდები, უნდა იყო რბილი. ან ხარბილი, ან არ ხარ. ან შედგები როგორც სუკი, ან ვერ შედგები. ეს სუკი შედგა. შემდგარი სუკია. ხო, აი აქ არის მთავარი ესა რა, კვანძის გახსნა. უცომოსა და ცომიან აჩმას შორის. ხო, დაჭყლეტილი კარტოფილი ქვია ამას. უფრო სწორედ დაწოლილი კარტოფილი. მე ვიქნები შენი დღეს რა რა ქვია. მე როგორ არის, ცი, აი 200-ით იყოფა აზრი რა. ხო. ამ ცომიან აჩმასთან დაკავშირებით.
ერთი კატეგორია ადამიანების იწყებენ უკნიდან და ემხრაკუნას ჭამენ, ერთი კატეგორია ადამიანების მეორე კატეგორია იწყებენ წვეტიდან და ამის იწყებენ ჭამა. შენ მე ვფიქრობ, რომ დაიწყო ამითი, კი? აი ამითი დაიწყო და გვერდზე მოუთავსო ეს. ეს ბევრი. ხო, არ იქნება ბევრი. ორ წინააღმდეგ. პური აქ? არ. პური соуსთან აუცილებლად. ეს соуსები თქვენი ძლიერი მხარეა. საერთოდ ხო იცი წარმატებული კერძის ფორმულა რა არის? სწორი соуსი. ძალიან მაგარია. ძალიან კაი соуსი. თუ სწორი соуსი არ არის? და კიდევ რაღაცეები. მანდარის არა, მანდარის არაჟნის соуსი და კიდე პომიდრის соуსი. ხორცი ხო? არა. ხორცი არის? ძალიან ხორციანი რა არის, არა? არა, ეს უხორცი. ყოლერი? კვარაბია. არა, შემდეგ. კვარაბია შემდეგზე? ის რაღაცას აფუჭებს ის. ლუკა რაღაცას აფუჭებს, მე გავალ და მოვალ ახლა. დადი. ლაპარაკობს. ვაიმე, ძალიან გემრიელია. კლავენ ნეკნი, რომელიც იმაზე დიდი პორცია აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ორე. მაგარი ხარც ჩას. რაღაცა კარგ соусშია ესეც ნახე. ბაკავსინჯოთ ნეკნი. რომელიც ალბათ რათოლაბაძე რო ყვებოდა ხო გახსოვს ხელსახოცის და ჩანგლის ამბავს, რომელი გინდათ ჩანგალი თუ ხელსახოცი. ალბათ ეს ხელი თუნდა იჭამოს ხელსახოცით რო მე გაიწმინდო, მაგრამ ახლა ვერა სუპერ. ვაჭა ეს მე მგონი ამას კიდევ უფრო მეტად დაყვება შებოლვის გემო. ძალიან მაგარია. ურბილესია. მეგობრებო, თქვენ რომ გეგონათ რომ შავი იყო სტარტერი, ნუ რას უკაცრავად. ამდენი ხორცის მერე ძალიან კაია განეიტრალება ამ ყველაფრის. ამიტომ დავაყოლოთ შავი. ძალიან გემრიელია. ნაკლებად მარილიანია. ყველა გემრიელია. ეს ახალია რა? როცა ეს რისია, არ ვიცი. არტიშოკი თუ კომბოსტო? კომბოსტო. ფანტასტიკა. ჩემი საყვარელია ეს რა? ბოლოკი, ხო? არა და ისე ბოლოკი არ მეყვარს უმან. ხო ბოლოკია ნამდვილად. აი, ვაყოფა. ცეცხლთან გადავინაცვლებთ ცოტა ხანში. ამერიკულ ფილმებში რო ყველა ფილმში წავე, ხო? რა თქმა უნდა, ყველაში. რა იყო შენი ოცნება იყო, ანა? ხო, ჩემი ოცნება, საერთოდ რა იყო ხო ვერ ხვდებოდი, კაი ხარ. ხო.
და მე ნუ ოცნება იყო რა გამისინჯა. და ერთხელ მარტო სახში რო უყურებდი ფილმს პიცა არ გინდებოდა ხოლმე? პიცა უფრო ხელმისაწვდომი იყო. არა, ხელმისაწვდომი. მე წვამერა ზეფირის მეტი ანუ ისე იძახით თქოს აი აქვია. ეხა კოცონი სადა. 90-იანებში ხის ნავთიც არ იყო, მაგრამ ეხა. არა, პიცაც არის. პიცაც არ იყო, მაგრამ 2000-იანებიც ხო გამოიარე. მაშინ აი უეჭველი იყო. აი ამბავი. მაშმელოვები იყო 2000-ში? გვიან გავსინჯე ყოველ შემთხვევაში. მე მახსოვს კომუნისტების დროს ზეფირები რო იყიდებოდა. გახსოვს? თქვენ არ ჩეტიზორძე. მაშინ. გადაშოვის დამაგარი მარშმელოვი, იმიტომ ხვდები რომ მცენარე არის მარშ არის მოჭაობოსი ვცე და მელოუ არის მცენარეს რომელიც გდბილისე და მარშმელოუს გამოქვია ამას, იმიტომ მაგის ბილობისგან კეთდება ეს რა. რაც აძლევს ელასტიურობას. ხოდა აი მე კიდე მქონია როგორი რაღაც ცე, აი რა სინთეტიკად. არა, ეხა შეიძლება კი ეს არ ვიცი, ეს ალბათ სინთეტიკა არის. შენ არ გინდა? მაშმელო მე მივირთვი უკვე. ახლა ეგეთებს არ ჭავს. რაღაცა ევროპული უნდა მოუკიდო. ევროპ ხო, ცეცხლი უნდა მოუკიდო. ეგ უკვე დამწვარია. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. ვიცი, ზეფირებს მევშებით ჭამთ. აი, წავა მაინც არა? და ესა ნუ ყველაფერი წავა თუ გამბედავიხარ. პეჩენიაზე დადები. ორი პეჩენია იღე, შუაში მოათავსი. ორცხობილა ანუ. კი. ეხა მომე ამას მე დაგიჭერ. ურა შავია. მედი. პოლვის გემო ესო. ვინახე? მედი. აი ამითი ერთობიან. ხო. იცი რა გვინდა? ორი ფილარმონია ადამიანი როგორია? როგორია რა, აი სულ ბიზნეს საქმეებში და რაღაცებში აი ზივად კოცონთან და უჩყიდებს და ცხს და ნაკვაჩხას უთამაშებით. იცი რა გვინდა? ზამბარაზე გვინდა გიტარა რო ჩამოვკიდოთ და ესე ჩამოვწიოთ, დაუკრათ ხოლმე და აუშვათ ხოლმე რა. ჰა? კაია? ბანტი სახში მაქვს. გაქვს ბანტი, წითელი ბანტი. მაგრესია. ცოტა ისეთი არ პრაქტიკული მე რონა იწმავ, მაგრამ ესე იგი ანამ გასინჯა ბადრიჯნის აჩმა. ხო. ჩვეულებრივი აჩმა. და სუკი. და? ღორის სუკი. ღორის ნეკა. და ღორის ნეკა. დაიყო რა გამწარად ხო. ეხა ეს. დესერტს. რა ხდება? 15 აკლია 8 დაახლოებით 9-თვის დავიწყებთ ღონისძიებას. ღონისძიებას. ეხლა ჩვენ შევისყიდეთ. და არის ნედლი. და არის ნედლი. და აქედან გამომდინარე დიდხანს უნდა ხო რა დიდხანს უნდა რომ დამუშავდეს ისე რომ ნაკვეჭხელი გამოყოს. ანუ ტემპერატურა კარგი ქონდეს და ესე მე ზრუნავ მაგაზე, ლუკა ზრუნავს ამაზე რომ გემრიელი იყოს და ესე ვართ რა. ახო ზრუნავს რომ გემრიელი იყოს. ხანა? ამუკა ზრუნავს რომ გემრიელი იყოს და კიდე 20 კაცი ზრუნავს რომ ყველაზე ნაკლებად ჩვენ ზრუნავთ რომ გემრიელი იყოს. ისე თქვენ ძველი ნეკნების ნაჭამი გაქვთ და ახალიც და რომელი გირჩენიათ, ძველი თუ ახალი? ეზოვია? ანუ ამას შებოლვის გემო რო დაკრავს. მთელი დღე მცდელობა მაქვს რომ ლუვთქვა და არ გამომდის და შებოლვის უნდა მეთქვა და არ ვთქვი და შებოლვის გემო რო აქვს, ჩემთვის უფრო გემრიელი. ხო და ის სუკიც როგორი კერძია, იცი? აი რო გაგახსენდება და წამოსუგებ ჭამოთ ეგეთია თან. ხარ. თან ისე ყოველთვის ხო იჭერებოდა, ისეთი დანახვა ჭირდებოდა. ძალიან. დნებოდა. არა, თქვენ კაი ისახართ, კაი საკითხა ხარ, იმიტომ რომ ხშირად რომ ტრიალებთ ხოლმე. მოგიკითხებათ აზრი, იცით როგორი იყო, როგორი არის რაღაც ეგეთი, კაია. აი, თუ მოგწონთ ახალი რაღაცები. შუა ცეცხლი როგორ მოგწონს? ძალიან. მარშმელოუ და საუბრები შუა ცეცხლთან. ბილეთები ხო არ? როგორ? ცოტა თვილოდეს? ეხა ჩვენ არ ვცივარ. მე თვილ. ბილეთები ხო არ გავაღვიძე. ურიკაში ჩა. სუკის, ნეკნის, ორნაირი აჩმის, მარშმელოუს და ორცხობილას მერე უკაცრავად, მაგრამ ბურგერს ვერ გავსინჯებ. გემრიელად გამოიყურებათ. შენ გასცინდა და მომოუყვეთ. ორი წელი წაღლი გავიდა. ნელ-ნელა
ხალხი შეგროვდა და ახლა იწყება გართობა. მაგრამ ჩვენ ეპიზოდი დავასრულეთ. იმიტომ რომ ლაშასაც უნდა გართობა. ხო, ჰოთ-დოგის და ბურგერის გასინჯვის თავი აღარ მქონდა, მაგრამ ლაშა გასინჯავს. გემრიელად გამოიყურებოდა. ლუკა, კარგი იყო ბურგერი? ბურგერი კარგი იყო.